Oh, you too. Yeah, so now we have to be very smart. Because we would like to send books anyway. პირველი საათია და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჯერ აბსოლუტურად ვერაფერს ვერ მივახცია. მარტო სამზარეულო გავათავისუფლეთ ცოტა და დავალაგე. და გადავახარისხეთ რა რისი გაგზავნა გვინდა და რას ვასხვისებთ, მაგრამ ესეთ ქაოსში ტვინი არ მიმუშავებს. ვეღარ ვფიქრობ უკვე რა გასაგზავნია, რა საქართველოს ჩამოსატანია, რა მისაცემია სხვისთვის, ანუ ჩემი ტვინი აღარ მუშაობს. აღარ ვიცი, სად რა დავდო. მივიდივართ ლანჩისთვის, იმიტომ რომ ქაოსში ვერაფერს ვერ გავაკეთებ ახლა და არც მშია. Such a great day. Oh. I feel so nauseous. Where's the weather? It's like summer. We haven't had like this. Good luck with that. Our moving out is not finished, but I sure am. I'm fucking finished. მთელი დღის მუშაობის მერე ერთადერთი პროგრესი არის, რომ ეს კარადა აღარ დგას აქ. 3 ყუთი გვქონდა, ერთი დიდი, 2 პატარა. ერთი 3 ჯერ ჩავალაგეთ, ამოვალაგეთ, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ზომებში, წონაში, რაღაცებში არ ვჯდებით. ხვალ იკეაში მივდივართ, მოვიტანთ ერთ 6 პატარა ყუთს და იმ პატარა ყუთებში გადავანაწილებთ, იმიტომ რომ ჩემოდნები უკვე გაგვევსო და კიდე რამდენიმე ყუთი რაღაცა გვაქვს დარჩენილი და პანიკური შეტევები მეწყება ამდენ რაღაცას რა ვხედავდი და ნაწილი რაც გამოვალაგეთ დღეს უკან შევალაგეთ, ესე რომ რა მეშველება მართლა არ ვიცი. დაუმალე ეს რაღაცები აქეთ კუთხე, იქით კუთხე, აქეთ კუთხე. თან ეს სათავსოები რო აღარ მაქვს, ახლა ყველაფერი გარეთ დევს და ცუდად ვხდები. Shall we walk here? You choose, babe. What's your fit check or what's it called? Please lower the... გამარჯოს. დღეს გავიღვიძე ძალიან ცუდ ხასიათზე. არა. ყუთები აღარ გვაქვს, ანუ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, ვერ ჩავალაგებდი. აქამდე მაქვს საქმე. სამსახურის გარდა კიდე რაღაცები დასამონტაჟებელი მაქვს. და 0 კილოკალორია მაქვს იმისთვის, რომ ეგ რაღაცები გავაკეთო. აბსოლუტურად არანაირი мотиваცია, ენერგია არ გამაჩნია დღეს. რამე სახის პროდუქტიულობის, მათ შორის ამ სახლის დაცლის. 6 საათზე გამეღვიძა და უკვე სადღაც 5 საათი გავფლანგე წარმატებით. და ეხლა მივყავარ ამას რესტორანში. წარმოდიდგეთ, ესეთი ამინდია, ესეც კი არ მობედნიერებს, ან რაღაცა მართლაცულად არის დღეს. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ეს მიძლებს ჯერჯერობით, ახლა ცალამდე გამიძლებს. რესტორნის მერე მივდივართ, რომ ყუთები ვიყიდოთ, ასე წყობი, იმიტომ რომ მივხვდით, რომ რაც ყუთები გვაქვს, იმაში ვერაფერს ვერ ჩავატებთ. დღეს ვიყიდით ამ ყუთებს, მივალთ სახლში, დავიწყებ ჩაბარგებას და საღამოს რამე ენერგიას გამრჩა, მერე დავიწყებ მუშაობას, იმიტომ რომ ხვალ არ მცალია, ხვალ მივდივართ საღდგომო ლანჩზე ჩვენს მეგობრებთან. მთელი დღე ვიქნებით დაკავებულები და ვერ ვიმუშავებ, ამიტომ ორ შაბათამდე რა ცოტა საქმე წინ წავიგდო. ორ შაბათს day off-ია, დასვენება ამერა. ვატყობ რომ მომიწევს მუშაობას, ხო გზა არ არის. 4 შაბათს მაგ პრეზენტაცია და არც დამიწყია და მაგ პრეზენტაციის გარდა მილიონი რაღაცაა კიდე მოსასწრები. იქნებ გავაუქმო პრეზენტაცია. What's comfort food for you? Some Georgian food. Such as? Chadi, khali, atleti. This could be us, but we have to move out today. How do you say Stockholm in good? Stockholm. But then how it works is that and you've been here 6 times? I've been here 6 times. So good. It's very good. Yeah. Keep curry, I think. Meaning Star fried chicken. That's my favorite soup.
You see the number? We are so fucked, aren't we? Yeah. Give me a second, okay? Sorry, can you answer? No. Wait. What happened? დღეს სუცხვასაზე გავიყვიწე და დავიდი მიდის ახლა ჩვენ მეგობრებთან. Oh, don't blame me. საფრთხო ლანჩს. So no, I'm not blaming you. მე არ მივდივარ. გადაწყვეტა რომ არ მივდივარ, იმიტომ It's რომ the holy Easter. ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურის და დღეს ერთად თან დავიდი რომ არ იქნება სახლში უფრო მეტ რაღაცას მოვასწრებ. მოვაბავ თავს, იმიტომ რომ დღეს რო წავიდე გამოდის რომ მთელ დღეს ვკარგავ და ხვალაზე გარვით მოვასწრებ თუ არა ყველაფერს. ასე რომ ჩემივე რომც არ გავაკეთო არაფერი დღეს დასვენება მჭირდება და ეხლა დღეს როცა მოკლედ რატო ვიმართლებ თავს არ მინდა წასვლა და არ მივდივარ. წამოვყავი სუპერმარკეტში რომელიც ვიყიდა სუპერმარკეტი დაკეტილი დაგხვდა და ვაუწყლე რომ აღდგომა დღეს. მაგრამ აღდგომის მიუხედავად 10 საათზე იხსნება მაინც ეს სუპერმარკეტი და 1:15 წუთი ეხლა წრეებს ვურტყავთ. Hate my life. It was just 10 minutes. What's your favorite thing at the moment? Nothing. ვინმე მითხარით ამაზე როგორ უნდა ვკონცენტრირდე, როცა აი ესეთი სიტუაცია ჯერ კიდე. დღეს 8 ყუთი გავაგზავნეთ რა დევიდმა წაიღო 8 ყუთი. და ეხა კიდე 2 ყუთით ბრუნდება სახლში რა რაც დაგვრჩა ეს რაღაცები. ისი გადაყრაც და გაჩუქებაც არ გვინდა რომ ჩავდოთ კიდე. ბოლო 2 ყუთით ჩავლაგდებით ეს წიგნები და რაღაცები დაგვრჩა 2 კილოიანი ყუთი უნდა გავავსოთ, შევკრათ, ხვალ გააგზავნის დევიდი და მე მგონი მეშველება და მე უკვე შემიძლია სამსახურზე კონცენტრირება, იმიტომ რომ ვერ ვფიქრობ, ჩემი ტვინი არ მუშაობს და საწყალი დევიდი აი ამ წვიმაში მოდის ახლა ყუთებით. და ალბათ ეს ყუთები სულ დასველდება. ხოლმე ორი შეხვედრა. მე ჩემი მეგობრის ქორწილში მივდივართ. ქორწილი არა, მაგრამ ქორწილის მსგავს რაღაცაში მივდივართ ხვალ, სადღაც 4-5-ისკენ. საწყალი დევიდი, როგორ მოდის ამ ამინჩი? Kino's chocolate. Your favorite? The best. Was this quinoa better or my quinoa better? Be careful. It looks better, right? Yeah. Certainly დაიწყო და ახლა ვაკეთებ პრეზენტაციას. იმიტომ რომ პრეზენტაციის საწყობას ტვინი არ ჭირდება და არ მიმუშავებს ისე მექანიკურად ვაკეთებ რაღაცებს. დღეს არის მეფის დღე, მეფის დაბადების დღეა აქ და ქალაქში არ გაისვლება. ისეთი რიარია იქნება და იმდენი ხალხი გადაჭედილი ყველაფერი. კიდევ კაი ცენტრში არ ვცხოვრობ და ეს ხმაური და არეულობა არ მეხება იმდენად. 2 mental breakdown-ი მოვასწარი უკვე დღეს დილით. არუმატებლად დასრულდა ჩემი ჩემოდნების ჩალაგების ამბავი. 1 დიდი ჩემოდანი მაქვს ნაყიდი.
ჩემ ფრენის ბილეთთან ერთად. მინდა და დამატება carry-on-ის, ანუ პატარა ჩემოდნით, რომელიც შეგიძლია რომ აიტანო თვითმფრინავში. გაყიდული იყო, ანუ აღარ მამატებინებდა. როცა ვცდილობდი რა extra luggage დამეჯავშნა, რომელსაც ჩააბარებ. მიჩვენებდა ისევ ძველ ჩემოდანს და წონის დამატებას მაგაზე. ვერაფრით გავარკვიე რა ხდებოდა მეორე ჩემოდანზე. მე დავგუგლე რაღაცა და Reddit-ზე წავიკითხე, მე მგონი რომ როცა გაზრდიო წონასო, მე იგულისხმებაო რომ მეორე ჩემოდანიც გაქვს ჩასაბარებელია და მართლა როცა ამატებ წონას 15 კილოგრამი დავამატე. გეუბნება რომ 1 ჩემოდანი არ შეიძლება 32 კილოზე მეტი რა იყოსო და იძულებული ხარ 2 ჩემოდანი ჩააბარო. ანუ ეგ გადაიჭრა, მაგრამ სანამ გადაიჭრებოდა იქამდე ჯერ ჩავალაგე, ვცდილობდი რომ პატარა ჩემოდანი დიჩი ჩამედო და ყველაფერი მრჩებოდა გარეთ. მერე გადავწყვიტე რომ ამომელაგებინა და ორივე ცალ-ცალკე ჩამევარგებინა და მაინც სავსე იყო და წონას ცდებოდა. აი ესე ვიწექი იატაკზე და ვტიროდი, იმიტომ რომ ვერ მოვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა და არ მინდა ამდენი რაღაცის გადაყრა და გაჩუქება. ზურგ ჩანთაში მინდა რომ ჩავდო მარტო ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები, ისეთი რომელიც არაფრით არ მინდა რომ დაიკარგოს. მათ შორის არის ჩემი დიპლომები, დიპლომებს ხო არ გავაგზავნიდი ყუთებით. დიპლომი თუ დაგეკარგა, კარგად იყავი, მეორეს აღარ მოგცემენ და იმდენი დიპლომი მაქვს ჩემდა ჭირად, რომ ერთი დიდი ბაინდერი არის, მარტო ერთი დიდი შეკვრა არის, მარტო ამ დიპლომების და ეს ჩემი დოქტორანტურის დიპლომი არის კიდე დიდი კონიაკის ბოთლივით. თან იმხელაა რომ მაგას სად უნდა ჩავატიო, არის მეტი არაფერი არ ჩაეტევა. ჯერ დაალაგება და დასუფთავება არის დამიწყია, ეხთან ეს ბლიჩი რაც მქონდა, ეს მათეთრებელი გამითავდა, ამიტომ ახლა უნდა ვიყიდო და ეს საწმენდის საშუალება რაღაცა ძალიან ძლიერი ქიმიკატი. ხოდა ახლა გამოვედი ჯერ რომ ცოტა ხანი გამოვისეირნო, იმიტომ რომ ძალიან კაი ამიდია და როგორც გუშინ ჩავლპი სახში, რასაც ქვია ჩავლპი და რაღაცა HBO სერიალს ვუყურებდი მთელი დღე, 2 სეზონს ვუყურე 1 დღეში და მესამე დავიწყე უკვე და დეა მეთქი დახურა ეს ლეპტოპი და დაიძინე. სერბილში დავიღალე და გადავწყვიტე რომ დანარჩენი ფეხით მევულო. ყველანაირი მეტრიქსი, რაც რითიც ვამაყობდი, რომ VO2 max-ი ძალიან მაღალი მაქვს მეთქი, resting heart rate-ი ძალიან დაბალი მქონდა, HRV მქონდა ძალიან მაღალი, თებერვალში მქონდა განსაკუთრებით ძალიან კარგი მონაცემები. ძილი რაც დამიქვეითდა და რო აღარ მეძინეთ სულად რო ვიყავი რამდენიმე თვე, დამივარდა ყველაფერი, აბსოლუტურად მიწაში ჩავიდა ყველანაირი კრიტერიუმი, რაც კი მქონდა და რითიც ვამაყობდი. ეხლა ვაცლი ჩემ თავს. ეს 1-2 თვე გადავიტანო ამ გადმოვარგებაში. ჩავალ შვედეთში და მე მივხედავ ყველაფერს ისე ავაკეთებ როგორც საჭიროა. ჯერ პანიკაში არ ვარდები, მაგრამ რაღაცა ძალიან უკმაყოფილოა რომ ჩემი ფიტნეს მდგომარეობით. ჩემოდნები ასე თუ ისე მზად არის. საპირფარეშო დავალაგე, ქლორით გავწმიდე, გავხეხე ყველაფერი. სამზარეულოშიც ბევრი აღარაფერი დამრჩა და ასე თუ ისე მოწმენდილი და ხეხილია ყველაფერი. რა უნდა დაისვაროს ახლა 2 დღეში ისეთი. ეს გრძელი დღეები, ხო კაია, უნდა მიხაროდეს. მაგრამ აი სახლში რომ წავიდე ხა და აქ აღარ მიწევს დარჩენა რაღაც ისე მეხამუშება. მინდა რომ 6 საათზე დაბნელდეს და დავწო და დავიძინო. მაგრამ ეს დღეები გრძელდება და 10 საათამდე მზეა. და არ მინდა ეს 10 საათამდე მზე. დღეს დილით ყავის გაკეთების დრო რომ მოვიდა ჩემი სამყარელი რაღაცის. აღარც ყავა მაქვს კარგი და აღარც რძე. ხოდა მაინც ამსტერდამში მივდივარ ვიფიქრე, ამსტერდამში დავლევ მეთქი ყავას, მაგრამ რა ძალაა, თან ჯერ 8 საათია. 9-მდე წასვლას აზრი არა აქვს, მაინც არ იქნებიან იქ. კომპიუტერი დავარესეთე, როგორც იქნა, გუშინ დავტოვე ღამე, იმიტომ რომ გაიჭედა და მე მეგონა რომ არ ესეთებდა და თურმე არ ესეთებდა. გადავარესტარტე, თავიდან გავწმინდე ყველაფერი, ხელახლა მივეცი რისეთი, ფაქტორი რისეთი და ეშველა როგორც იქნა მე მგონი გაიწმინდა. ხოდა წავიღებ დღეს. შაბათ-კვირა მომკლა, ბოლო მომიღო. ზაფხული ჩვეულებრივი. ზაფხულში დილის 8 საათზე არა ახალმა ესეთი ტემპერატურა. უბერმანი იამაყებდა ჩემით გავიღუძე თუ არა გამოვედი. ფიტნეს ინფლუენსერები ხომ ყველა იმას წახიან, გაიღუძებ თუ არა, მაშინ მზაზე უნდა გახვიდე რომ
ეს sunlight რო დაინახოს შენმა თვალებმა. ეს კაცი რო ლაპარაკობს, ჰუბერმანი, ვინც არიცით, ნახსენები მექნება ბევრ ვიდეოში. ჰუბერმანი არის ნეირომეცნიერი და პოდკასტი აქვს, ძალიან ცნობილი, რაღაც 3 საათიანი სერიები აქვს ხოლმე. რაღაცას როცა იტყვის, აკონკრეტებს ყოველთვის რა, მაგალითად რომ ამბობს, რომ დილის მზის სხივი არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც გაიღვიძებ, მაშინ მზეზე უნდა გახვიდე. ყოველთვის უწევს დამატება რა, პირდაპირ არ უყუროთ მზეს, არ შეიძლება. სულ მეცნებდა ხოლმე მეც რა ირა საჭირო მაგის დაკონკრეტება, მაგრამ არის საჭირო. სამეცნიერო კონტენტსაც იმდენად არ ვაკეთებ და რჩევებსაც იმდენად ხშირად არ ვიძლევი ხოლმე. იმიტომ რომ რაც არ უნდა სწორად თქვა, რამე შესაძლებელია რომ რამე გამოგრჩეს და ისეთი უვნებელი რაღაცას რო თქვა რომ მზის სხივი დილით არის აუცილებელი, შეიძლება ვიღაცა გავიდეს და პირდაპირ თვალებით უყუროს მზეს. და დაბრმავდეს. ასე რომ ძალიან მეშინია ხოლმე ეგეთი რაღაცების თქმის. საერთოდ თქვენც იცოდეთ რომ დილით აუცილებლად უნდა გახვიდეთ სასეირნოდ, განსაკუთრებით როცა ესეთი მშვენიერი ამინდია, მაგრამ მზეს არ უყუროთ პირდაპირ. საწყალი დავიდით სულად იყო ეთყობა ამ გადმოვარგებაში დაიღალა ეგეც რაღაცა ვირუსი შეხვდა. ყელი მტკივა, გუშინ წინ მეწუწუნებოდა. მე რამ ხელა ყვავია გულით გამიხეთქა. რა უნდა ეხა ამასა? ლეპტოპი დამტენი ყველაფერი ჩაბარებულია, ფორმატს შევავსე. გავასუფთავე ჩემი კარა და დავემშვიდობე ჩემ ძველ თანამშრომლებს, ბარათი დავუტოვე HR-ს და წავედი ახლა სახლში. ყავას ვიყიდი. ძალიან მიყვარს ეს ადგილი. She's reading my acknowledgements. No, so cute. Thank you, baby. On the next inhale, bring your left feet to the sky. Beautiful free breaths. Place your chest to the fallen triangle. Very nice. To the right knee forward. The left leg. Open your right arm to the fallen triangle. Exhale, bum back. Floor, you look to the front. And then try to lift. Yes. Hey. And to the front, to the front, to the front. Yeah. And straighten the elbows. We are going to Ruby Rose for some chicken, for shared dishes, maybe some final prosecco before their moves. Maybe. And and the era of us living together in Netherlands is gone. It's an end of an era. It's an end of an era. End of an era. I'm gonna cry, but not now. Okay. Everyone's gonna, everyone, I'm like, oh my god, they're still together. How much is here? Here it starts above the last. You have your PhD certificate. დღეს ვემშვიდობები უტრეხტის უნივერსიტეტს. მივდივარ ახლა ფეხით, იმიტომ რომ ველოსიპედი აღარ მყავს. და ავტობუსს სჭირდება 9 საათი. იმდენ წრეს ურტყავს. თუ დამეზარა შეიძლება შუაგზიდან გავყვე. რამდენჯერაც გავყევი ავტობუსს, იმდენჯერ ვინანე და ისევ ფეხით გავისერინებ და იქიდან წამოვალ მე ავტობუსით. იმიტომ რომ ბევრი რამე მაქვს მოსასწრები და დღეს დილით მაინც არ მეჩქარება და ადრე გამეღვიძა ისედაც. პირველ რიგში ახლა უნდა შევიდე სუპერმარკეტში რომ ვიყიდო. რამე ნამცხვარი
რამდენიმე სავარაუდოდ ბელგიური შოკოლადების ნაკრები მიმაქვს უკვე და მათთვის ვისაც შოკოლადი შეიძლება არ უყვარდეს, რაც არასდროს მესმის როგორ შეიძლება ადამიანს შოკოლადი არ გიყვარდეს, მათთვის უნდა ვიყიდოთ ვაშლის ნამცხვარი. Out of all the ნამცხვარი რაც შეიძლება ცხოვრებაში გასინჯა, ვაშლის ნამცხვარი რატომ გასინჯა? ისე უფრო უკეთესია ვაშლი. აი, მოусმენ ახლა ჩემს აუდიო წიგნს. რამდენიმე ახალი წიგნი დავიწყე და არც ერთმა არ წაიღო კარგად და ეხლა შუაში ვარ უკვე თითქმის მისული ერთ-ერთი წიგნის ქვია Really Good Actually. ნახოთ აბა ეს მომეწონება თუ არა. და დადგა ეს დღეც როგორც იქნა 10 წუთში მივდივარ უკვე აეროპორტში და მე მგონი გადავიტანე ყველაფერი, მაგრამ ორი უმძიმესი ჩემოდანი მაქვს, ერთი უმძიმესი ზურგჩანთა და კიდე ერთი ნაჭრის ჩანთა მაქვს სავსე. წარმოდგენა არ მაქვს აეროპორტამდე როგორ უნდა მივიდე მშვიდობით. ამ ყველაფრის წამოღება საქართველოში როგორ მომახერხებ მართლა არ ვიცი, მე მგონი გზადაგზა კიდე გადავყრი რაღაცეებს. მოკლედ, მე მშვიდობებით უტრეხტს და საყვარელ სახლს.